რას ემსახურებოდა 7 წარმოგვიდგინეთ თავი. ცხინვალისთან პირველად დევნილი, შემდეგ სოფელ ერედვიდან დევნილი, ორჯერ დევნილი საკუთარ ქვეყანაში. საკუთარ ქვეყანაში. ყაულაშვილი ვარ გვარად. გასაგებია. ხო, გაიგო, რა ვიცი, ხლა სადღაც ინტრიგებს გახლართავს. ხო. 2004 წლის 7 ივლისიდან 19 აგვისტომდე რომ განხორციელდა, რა ერქვა იმას? ცხინვალის რეგიონში რა ერქვა ამ ყველაფერს? იქიდან დაიწყო. დაიკარგა სტრატეგიული ობიექტი წერტილი, საიდანაც კარგად კონტროლდებოდა არა მარტო დიდი და პატარა ლიახვის ხეობა და ფრონის ხეობა, არამედ მთელი გორი და გორის რაიონი. შემოიყვანეთ ეგრეთ წოდებული სამშვიდობოები და დაგვაყენეთ თავზე. შემდეგ არ ვიცი რა სანაკოების ადმინისტრაცია შეგვიქმენით, სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ხელისუფლება მოგვიყვანეთ და დაგვისხეთ იქ. რომ არაფერი არა ვთქვათ აგვისტოს ომის დროს, რომ არაფერი გააკეთეთ იმისათვის არის ზრუნეთ, რომ ხალხი მშვიდობიანი მოსახლეობა გამოგეყვანათ და ეს გეზრუნათ მათზე. ყველაფერ ამის მერე 2008 წლის 12 აგვისტოს რას ზეიმობდით თბილისში? რას ზეიმობდით თბილისში? თურმე საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ ჩამოშლილა. სამაგიოროდ ტერიტორია დავკარგეთ. ძალიან ბევრი ვაჟკაცი დაიღუპა იქ. რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი? ეს არ გვაკმარეთ. თბილისისთვის თურმე ზედმეტები აღმოჩნდით დევნილები. სასწრაფო ტემპით ააშენეთ ის რაღაც კოტეჯები, ვითომ სახლები. გაგვიყვანეთ სველ შენობებში შეგვიყვანეთ რამდენი ადამიანი იქ დაავადდა. იმ ნესტიან სახლებში რომ შეიყვანეთ და ის არ გვაკმარეთ. ჯალათები დაგვიყენეთ რომ არავის არაფერი არ გვეთქვა ჩვენ ტკივილზე. ჩვენ ტკივილზე. რომ არაფერი ხმა არ ამოგვეხო. შექმენით ისევ დევნილებისგან ზონდერ ბრიგადები. ზონდერ ბრიგადები შექმენით და დაუსიეთ ხალხს რუსთაველზე. კარალეთის დევნილების ჩასახლებაში და ყველაფერი სიბინძურე მათი ხელით აკეთეთ. ისევ დევნილების ხელით. ეს გიგვირთ კიდევ თქვენ ბატონო მალაშხია? გასაგები. ის კი არა, ის არ გვაკმარეთ და უშიშროების თანამშრომლები დაგვდევდნენ, თურმე ვინ გაგვაფრთხილა რომ გამოვსულიყავით. ამას ძიობდნენ, თორე იმას კი არა ძიობდნენ, იქ სინამდვილეში რა მოხდა. და ამის მერე თქვენ გაქვთ მორალური უფლება საერთოდ ნაციონალურ მოძრაობას და თქვენ ხელისუფლებას საზოგადოებას ელაპარაკოთ და ჩვენ დევნილებს გველაპარაკოთ. კონცლაგერები შექმენით და მე დაგვაყენეთ ჯალათები თავზე. გასაგებია.